განსხვავებული 100 შეხედულების სამეფო განთავისუფლებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სენატის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები 50 თანამშრომელი. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე და აგრეთვე მიმდინარეობ თანამშრომლების ფსიქოლოგიური შეწოლა ჩვენ მიმართავთ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო სექტორს რეაგირება მიიღონ ამ ფაქტთან დაკავშირებით. Informit actului nostru, ține ხელისუფლებიდან ვინც იყვნენ ის დეპარტამენტის უპროცეს მოადგილე იყო მეგის გარდავა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი უფროსი იყო კოხტა გოდუა სენატის მოადგილე იყო დავით ჩაგინავა ამათი რეკომენდაციით ვინც ვიყავით 2011 წელს ვინც მოვიდით აგვიხსნა ჩვენმა ახალმა ხელისუფლების წარმომადგენელმა უფროსმა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგო ჩაჩივაძემ რომ 2011 წელს იმ პირებისგან ვინც იყვნენ სათავეში ერთად უფროსი ვინც იყვნენ იმათ მეშვეობით ვინც მოვედით რომ მუშაობდნენ აი ეს პიროვნებები არც ერთი არ იმდივართ ეხლა ამ ხელისუფლების და არანაირი ზემოქმედების ქვეშ არც არაფერი უთქვიათ არც ახსნა განმარტება უთქვიათ ჩვენს ისე ეგრევე როგორც შევდიოდით ისე გამოვიდით სამსახურიდან დათმობილი ხარდა იგი სამოდი ყველა 50 თანამშრომელი. პირადად თქვენ ვისი რეკომენდაციით მიხოდით სამსახურში? თითქმის ან კოხტაგოდუას ვიყავით, იმიტომ რომ ესენი იყვნენ სათავეში უფროსები იყვნენ, მე უფროსის და რეკომენდაციას არავინ არ მოგწინდა, უფროსიდან მოადგილეს უნდა მიეცა რეკომენდაცია. მოვიდნენ ჩვეულებრივად, როგორც ეს მთავრობა შეიცვალა, არჩევნების შემდეგ გადავიყვანეს კადრების განკარგულებაში, ამის შემდეგ 3 თვე ვიყავით კადრების განკარგულებაში და ამის შემდეგ მოვიდნენ 2013 წლის 12 იანვარს ბატონი სერგო ჩაჩიბაიძის ხელმძღვანელობით ჩამოგზავნეს სენაკში ჩაატარეს გასაუბრება, როგორც შევდიოდით გასაუბრებაზე, ისე გამოდიოდით გათავისუფლებული არანაირი ახსნა განმარტება რისი გულისთვის გაგვიშვენ არ იყო და ეს გვაინტერესებს რისი გულისთვის გაგვანთავისუფლებს და გავაკეთეთ რამენაირი დარღვევა თუ არა თუ არ დრამაში დამნაშავე აგერ ვარ და პასუხს ვაგებთ ყველანაირად. კი ამბობენ რომ არ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა არანაირ, მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. თქვენ ახარ პოლიტიკური ნიშნის განთავისუფლებულები? რომელი ხარ? თქვენ პოლიტიკური მათხოვრებო, გაი? და მეგის გარდავალ სონდერები. თქვენ ხარ სონდერები. კოდუას, ქარდავას და გუნავას სონდერები. გუნავამ შეკრიბათ ეხლა და ცდილობს არეულობა. თქვენ ხართ პოლიტიკური ნიშნი თქვენ იჭერდით ხალხს? პოლიტიკური ნიშნი თქვენ აუპატიურებდით ხალხს? პოლიტიკური ნიშნი თქვენ აპატიურებდით ხალხს? თქვენ ხართ სონდერები. არ გაბედოთ სონდერებო. თქვენ ხართ სონდერები. თქვენ ხართ სონდერები. თქვენ ხართ სონდერები. გუნავა სონდერები. მეგის გარდავა სონდერები. არ გაბედოთ. სონდერები. მათხოვარი გუნავა ბრავადნი რომელიმე გავაკეთე თქვით მე ორგანიზება ჩემი მე პირადად ვიხარით რომ ეს თქვენ ორგანიზებას მადლობთ ყურადღებისთვის მადლობთ მაგ არის თქვენი აბა თქვენ დავიწყარი როგორც სამართლიანი არჩევნები მონაწილეობს არ მონაწილეობს არანაირად როგორც პიროვნება რიგით პიროვნება როგორც განთავისუფლებულ ადამიანებად გავარ გუბერნატორმა გუნავამ შეყარა ვითომ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პოლიციელები, რომლებიც არიან სინამდვილეში კოხტა კოდუას ადამიანის უფლების პირველი დამრღვევის, ადამიანის ბავშვის, 17 წლის ბავშვის გამაუპატიურებელი კაცი კოხტა კოდუას რეკომენდაციით მოვიდნენ ესენი აქ? ესენი არიან პოლიტიკურად განთავისუფლებულები? კოხტა კოდუამ, მეგის გარდავამ, გუნავამ შექმნეს პოლიტიკური პოლიცია, მეგობრებო. პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ ესენი. ზონდერ გუნავას, ვაფრთხილებ გუნავას. არ გაბედოს ზონდერების შეკრება. თორემ მიიღებს საკადრის. მე მიმართავ სამართლიან არჩევნებს და მიმართავ CSKO-ს. ნუ იკრიბებიან
თქვენს ოფისში გუნავას და მეგის გარდავას ზონდერები. ეს სექსუალური მანიაკები მოიკრიბებიან თქვენს ოფისში. ხოლო რაც შეეხება სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს აქ კოდუას, კალბატონ კოდუას, მე არასოდეს არაფერი არ მიტყვამს და დევნა აკრძალულია იმ ნიშნით, რომ ვიღაცის ბიძაშვილი ან დეიდაშვილი, მაგრამ ეხლა უკვე ყველაფერი გადასდა ზღვარს. კოხტა კოდუას ბიძაშვილი, მაკა კოდუა, კოხტა კოდუას და მეგის კარდავას მიერ თავის დროზე რეკომენდირებულ ზონდერებს უმართავს შეხვედრას და მერე უდანაშაულობის პრეზუმპციაზე საუბრობს. მივმართავ მაკა კოდუასაც. გენაცვალე, შენ ახალგაზრდა ბავშვი ხარ და ცოტა დაფიქრდი. შენი ბიძაშვილი კოდუას, მეგის კარდავას და გუნავას დრო დასრულებულია. გავიცეთ კამერა. ახლა ვიხილეთ ის ზონდერ ბრიგად, რომლების წლების მანძილზე აძლიერებდნენ სააკაშვილის კლანებს. ისინი არაკანონიერ იჭერდნენ, აუპატიურებდნენ. აკეთებდნენ მათ შეურაცხყოფას.